მოდი ჩვენ ესეთი რამე გავაკეთოთ. ეხლა ბავშვებთან რომ არის ხოლმე შეხვედრა. ეს კი ჯობია ხოლმე ბავშვებთან მოიყვანოთ, სად არის? ჯობია ხოლმე ბავშვებთან მოიყვანოთ. იქ უფრო საბავშვო თემებია და საბავშვოთაც არის. არა, თვითონ დაიღლება და ის არის თორე. მაცხოვრის იგავებზე საუბრობთ ხოლმე ბავშვებთან. და ეს მაცხოვრის იგავები არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის. არამედ არის ყველასთვის და ძალიან მნიშვნელოვანია. ამ იგავების მნიშვნელობა, სულიერი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი ცხოვრებისათვის. და როდესაც ესე იგი მაცხოვარი ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს, პირველ რიგში მათ უთხრა ღვთის სიტყვის შესახებ. თუ რა დაბრკოლებები შეიძლება ადამიანის გულში დახვდეს ღვთის სიტყვას. და ამ იგავის ბოლოს ეუბნება, რომ თუ ეს იგავი ვერ გაიგებთ, სხვა იგავებსაც ვერ გაიგებთ, ესე რომ ვთქვათ. და ესე იგი, იგავი მთესველის შესახებ ჩვენ შეიძლება არაერთხელ კიდევაც წაგვიკითხავს, ვინც სახარებას კითხულობს, წირვაზეც არაერთხელ ამოკითხულა ეს. მაგრამ რადგან ეკლესიამ დააწესა, რომ წელიწადის განმავლობაში სულ იკითხებოდეს და კიდევ არაერთხელ იკითხებოდეს სხვა წელსაც, ესე იგი ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ ამის შეხსენება გვჭირდება. და არა მარტო ტაძარში იკითხებოდეს, არამედ თითოეული მორწმუნე ადამიანი უნდა ყოველდღიურად კავშირში იყოს სახარებასთან. ეს ისე არ არის, რომ ადამიანმა თქვას, რომ მაგალითად რაღაცა მხატვრული ნაწარმოების მსგავსად ესეც წაკითხული მაქვს სახარება და ამით დაამთავროს. ამას ყოველდღიურად უნდა კითხულობდეს, ყოველდღიურად არა მარტო უნდა კითხულობდეს, არამედ წმინდა მამათა მიერ უნდა ხელმძღვანელობდეს სახარების განმარტებისას. თორემ ზოგ შემთხვევაში შეიძლება აზრი ვერ გაიგოს ის რას ნიშნავს. ახლა მაგალითად რამდენი შემთხვევაა, რომ რაღაც ხორციელ საკითხში ადამიანი რაღაცას ვერ გაიგებს და ხან ვის კითხავს, ხან მაინც სადღაც მიაკვლევს. რაღაცა გაუფუჭდა, სიტყვაზე ვამბობ, მანდილოსანს უთო გაუფუჭდა. მამაკაც შეიძლება მანქანა გაუფუჭდა, სიტყვაზე ვამბობ, რაღაცა ჭირს და ვერ უგებს. ხო ყველაფერს იღონებს, რომ რაღაცა მიაკლიოს იმის მიზეს, რატო არის ასე. ხო და სახარებაშიც ბევრი რამ არის ისეთი შეიძლება, რასაც ვერ ვიგებთ, მაგრამ ჩვენ გადავფურცლავთ, ვიტყვით, რომ ეგ არა უშავს. ერთ-ერთი საეკლესიო მოღვაწე იღუმენი ნიკონი თუ რამეს აღმოაჩენდა ხოლმე, რომ ვერ იგებდა სახარებას, სანამ არ მოძებნიდა იმის პასუხს, თავს არ დაანებებდა. ის ახლა მონასტერში ცხოვრობდა, ბერი იყო და ძნელად სამოღვაწეოთაც შეიძლება უფრო ქონდა ამისი პირობები, ეს მცხოვრები ადამიანისთვის შეიძლება ესე მარტივი არ იყოს. მოკლედ, მთესველის იგავი ესეთ რამეს მოგვითხრობს. უფალი ამბობს, გამოვიდა მთესველი დასათესად. ამ მთესვის დროს ზოგი მარცვალი დავარდა გზის პირას და ფრინველები მოფრინდნენ და შეჭამეს, ეს მარცვალი ნაყოფი ვერ გამოიღო. ზოგი მარცვალი დავარდა კლდიან ადგილზე. ეს აღმოცენდა. ახლა კლდეზე ხო არის ხოლმე პატარა მიწაც არის იქ რაღაცა. ზოგი მტრის ქარისგან მიყრილი და ზოგი თვითონ კლდეებს შორის არის ხოლმე რაღაცა მიწა. მოკლედ ჩავარდა, აღმოცენდა, მაგრამ ზე რო ამოვიდა და ფოთლები დაუჭკნო. ძირი არ ქონდა, მყარად გადგმული ფესვი არ ქონდა და ეს მცენარეც გახმა და ნაყოფი ვერ გამოიღო. ზოგი დავარდა ეკლიან ადგილზე. ახლა თქვენ იცით, რომ ახლა რატომაც თოხნის ადამიანი თავის ბაღს არა, რომ ეკლებში რამ უნდა გაიხაროს. და იქაც კი აღმოცენდა, მაგრამ ekლებმა ხელი შეუშალეს და ვერ გამოიღო ნაყოფი. ზოგი დავარდა კარგ ნიადაგზე და გამოიღო ზოგმა 100, ზოგმა 60 და ზოგმა 30 წილი. და ბოლოს ამბობს, არაერთი იგავის ბოლოს ამბობს ამას უფალი. ვისაც ყური აქვს სასმენად ისმინოს.
ეხლა ყველა შეიძლება იგებს, მაგრამ ზოგს ყური იმისთვის არ აქვს, რომ მოისმინოს. ყოველ შემთხვევაში რაღაცა პერიოდი მაინც, თორე თუ ის რაღაცა გულისხმიერი გახდება, ეგ სხვა ამბავია. ეხლა იგავის აზრი რა არის, რომ ღვთის სიტყვა არის ეს თესლი, რაც ითესება. ადამიანის გული არის ის, სადაც ითესება, ანუ ნიადაგი. და ეს გამოიღებს თუ არა ნაყოფს, ადამიანის გულში გამოიღებს თუ არა ღვთის სიტყვა ნაყოფს, დამოკიდებულია ძალიან ბევრ რამეს. მაგალითად, გზის პირას დავარდნილი ადამიანები მაცხოვარმა შეადარა ისეთ ადამიანებს, რომლებიც მოისმენენ ღვთის სიტყვას. მაგრამ როგორ ვთქვა, უყურადღებონი არიან ამ სიტყვის მიმართ, დაუდევარნი არიან და მე ეშმაკსაც მეტი რა უნდა, მოდის და პარავს ამ სიტყვას, ავიწყებს, ესე რომ ვთქვათ, რომ ადამიანმა არ ირწმუნოს და ამ სიტყვით არ გადარჩეს. ესე იგი, შეიძლება მოისმინოს ადამიანმა ღვთის სიტყვა, მოეწონოს, რომ მოდი მეც ასე მინდა რომ გავაკეთო. დაუშვათ მოისმინა მარხვის შესახებ, მოისმინა მიტევების შესახებ, დაუშვათ მოწყალების შესახებ, მაგრამ როდესაც მარხვის დღეები იწყება, მას ძველი ჩვეულება ძლევს და კვლავ ისე იქცევა როგორც სხვა დროს. დაუშვათ უნდოდა რომ ეპატიებინა სხვისთვის, მაგრამ როდესაც ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა, უჭირს ამისი პატიება ვიღაცა რომ შენდობას თხოვს, ვერ პატიობს. ან მოწყალების დრო დგება, არა და ანთებული იყო გულით, რომ მოდი მეც გავაკეთებ ამ მოწყალებას, როგორც სხვა აკეთებს, როგორც სახარებას წერია, მაგრამ მერე სიძულწეს ძლევს და ვეღარ აკეთებს. ესეთი ადამიანები შეადარა კლდიან ადგილზე დავარდნილ მარცვალს, რომელმაც კი საქმე კი აღმოცენდა, მაგრამ განსაცდელის დრო რო დადგა, მზე რო ამოვიდა და დააცხონა, ამან ვეღარ გაუძლო. ანუ სანამ უშუალოდ ფაქტის წინაშე დავდგებით, მანამდე კი მოგწონს, კი გვინდა რომ გავაკეთოთ, მაგრამ არ არის ძლიერი ჩვენში ეს სიტყვა, არ აქვს ფესი გადგმული და ამიტომაც ესე იგი ნაყოფი ვერ გამოაქვს. სუსტია ადამიანი. ადამიანს სჭირდება გაძლიერება, ესე იგი, სულიერად სჭირდება გაძლიერება. თორე შეიძლება ახალმოსულ ადამიანს ასეთი რამ სჩვევია, რომ უნდა რომ ერთბაშად აკეთოს ყველაფერი. ძალიან ბევრიც კი აკეთოს. მაგრამ ვერ აკეთებს, იმიტომ რომ ის სიმტკიცე არ აქვს და ამ სიმტკიცეს კიდევ სჭირდება თანმიმდევრულობა და ესე იგი არ უნდა იჩქაროს ადამიანმა. როგორც წმინდა სერაფიმ საროველი ამბობს, სათნოებამ სხალი არ არისო, რომ ერთბაშად შეჭამოს ადამიანმა. ეს ნელ-ნელა უნდა გამტკიცდეს ჩვენში, ეს ნელ-ნელა უნდა მოძლიერდეს ადამიანი, მოძლიერდეს ლოცვით, მოძლიერდეს მარხვით, რადგან უფალი ამბობს, რომ ლოცვის და მარხვის გარეშე ადამიანს დაცემული ძალა არ დატოვებსო. მოძლიერდეს ახსარებით, ზიარებით. ოღონდ ეს ისე კი არა, რომ დაუშვათ ერთ კვირას მივიდეს ტაძარში, ერთხელ წაიკითხოს ლოცვა თუ სახარება ერთხელ წაიკითხოს, მერე კარგახანი აღარაფერი არ გააკეთოს, მერე ისევ გააკეთოს, მერე არა თანმიმდევრულობა სულიერ ცხოვრებას არ ახასიათებს. მე ამბობ სულიერ ცხოვრებას იმას, რაც რეალურად უნდა იყოს. რასაც ჩვენ ვეძახით სულიერ ცხოვრებას, იმას კი არა. თანმიმდევრულობა ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია. სისტემატურობა ყველაფერში მნიშვნელოვანია. და თუ ადამიანი ესე შვიდად და ესე იგი ერთი მეორის შემდგომ დგავს სწორად ნაბიჯებს, თუნდაც პატარა ნაბიჯებს, ის წარემატება სულიერად. მაგრამ თუ ადამიანი შეიძლება დღეს ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგას წინ, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ ეგ სხვაზე უკეთესია. ჯობია თანმიმდევრულად, ყოველდღიურად, სისტემატურად დგას თუნდაც მცირე ნაბიჯები, ვიდრე ერთხელ წინ გადახდეს. მაგალითად, რატო ამბობ? მაგალითად, მორბენლები გრძელ დისტანციაზე რომ დარბიან, ისინი დავუშვათ მათ მსგავსად, ვინც
ხოლო 100 მეტრი უნდა დაფაროს. თავიდანვე თავქუდმოგლეჯილი ხო არ გარბიან. ახლა ვინც 100 მეტრი უნდა დაფაროს, მან მთელი ძალი და ღონა უნდა ჩადოს, რომ ის პირველი, რა ვიცი, 9 წამია თუ რამდენია ეს რეკორდი, რომ დაფაროს, ხო, მაგრამ ახლა ვინც 5 კილომეტრი უნდა ირბინოს, მაგრამ ისეთივე სიმძლავრით დაიწყოს თავიდან, მან შეიძლება საერთოდ ვერ დაფაროს ის 5 კილომეტრი. ან ყოველ შემთხვევაში შედეგი კარგი ნამდვილად არ ექნება. მან უნდა გადაანაწილოს ეს თავისი ძალები 5 კილომეტრიან მანძილზე. სულიერ ცხოვრებაშიც ესეა. ჩვენ შეიძლება ერთბაშად უცბად ბევრი რაღაცის კეთება გვინდა, მაგრამ აქაც მორჩილებაა საჭირო. აკეთო ის ცოტა, ოღონ აკეთო ყოველთვის. აი მაგალითად, დილის ლოცა, ილოცო, ის სახარება იქნება თუ სხვა. მარხვა შენც ისე შეინახო, როგორც სხვა ინახავს. ზოგჯერ არის, რომ ადამიანი მოიწადინებს, რა ის წყალზე და პურზე მინდა რომ ვიყო. და აკეთებს ისეთ რაღაცას, რაც საერო ცხოვრებაში მყოფ ადამიანს არ შეეფერება. ეგეც გარკვეულწილად ზოგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ახლა აქაც ინდივიდუალურად არის საქმე და მოძღვართან შეთანხმებით ისიც შეიძლება და ისიც, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი აი პატარას არ აკეთებს რაღაცას და უცბად დიდი უნდა რომ მოინდომოს და აი სადღაც წაუკითხავს, რომ ასე გააკეთა ვიღაცამ. საერთოდაც ერთში მცხოვრები ადამიანები არ უნდა ეტანებოდნენ მაინც და მაინც იმ ლიტერატურას, რაც უშუალოდ ბერებზეა. ბერებისთვის არის დაწერილი. იმიტომ რომ ესე იგი არსებობს ასეთი საშიშროება, რომ თუ წაიკითხავს და ვერ შეასრულებს. შეიძლება ყურები ჩამოყაროს, რა მე ვერ ვაკეთებ და უიმედობა დაეუფლოს. შეიძლება გარკვეული პერიოდი კიდევაც შეძლოს და გააკეთოს. და ამითი მოიხიბლოს, ამპარტავნებაში ჩავარდეს, რომ მეც ვაკეთებ რაღაცას. თუმცა ამას დიდი ხანი არ უწერია. ამიტომ ადამიანმა ჯობია ერთში მცხოვრებმა ადამიანმა წაიკითხოს ის ლიტერატურა, რაც უშუალოდ ერთში მცხოვრებთათვის არის დამახასიათებელი. აი მაგალითისთვის ვიტყვი, აი მაგალითად წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგებებს თუ წაიკითხავს, ის ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს. იგივე აი წმინდა მამა პაისი ათონელის 6 ტომი არის გამოცემული საუბრებისა, ის ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს ამითი. თუ წაიკითხავს წმინდა ნიკოლოზ სერბის მისიონერულ წერილებს, ეს ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს, იმიტომ რომ ესენი საერო ადამიანებისთვის წერდნენ ესე. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებებს, ეს ცოტა ქართულად არის, მაგრამ არა იმდენად, რომ ადამიანმა ვერ გაუგოს. ძალიან ისეთი კარგია, ეხლა ერთბაშად რაც გამახსენდა, ეს არის და თან კი არ წაიკითხოს მხოლოდ, იმიტომ რომ აი ყური მოიქავა, წაიკითხა, სასიამოვნოა, ხატორ ლიტერატურასავით კი არა. წაიკითხოს და დააკვირდეს საკუთარ თავს, რომ ეცადოს ისე მოიქცეს, როგორც იქ წაიკითხა. როგორც მოციქული პავლე ამბობს, არა მსმენელნი განმართლდებიან სჯულისა, არამედ აღმასრულებელნი. მარტო ის კი არა, რომ მოისმინო და მერე გაატარო. ან მოისმინო და მერე აბა სხვებს დააკვირდი, აბა ეს აკეთებს ამას თუ არ აკეთებს. სხვებისკენ კი არ მიმართო ის მცნება, არამედ საკუთარი თავისკენ, მხოლოდ და მხოლოდ, მეტი არავისკენ. სხვისკენ მხოლოდ მაშინ, როცა ის ჩვენ გვეკითხება, როგორ მოვიქცეთ. აი როგორც მოციქული პეტრე ამბობს, რომ თუ ვინმე შეგეკითხება შენში არსებული იმედის შესახებ, შენ უნდა უთხრა, მოვალეც კი ხარო უთხრა. აი დავუშვათ მორწმუნე ადამიანი ხარ, მეზობელი არ არის ეკლესიურად მაცხოვრებელი. მან იცის, რომ შენ რაღაც შეიძლება იცოდე და გეკითხება. და ჩვენ მოვალე ვართ, რომ მას პასუხი გავცეთ. ოღონდ თუ ისეთ რამეს გვეკითხება, რომელიც მართლაც მოვალე ვართ, რომ გავცეთ პასუხი, მაგრამ არ ვიცით. მარტო იმიტომ, რომ მოვალე ვართ, ზღაპრების მოყოლა არ უნდა დავიწყოთ, ესე იგი. რა, ჩვენი აზრით კი არ უნდა ვთქვათ ეს ასეა და ის. იქ გულწრფელობაა საჭირო თქვა, მე ეს არ ვიცი. მე ეს საკითხი ამ ეტაპზე არ ვიცი. ახლა თუნდაც
აი თქვენ ხო სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობთ და იმ სფეროში რაც თქვენი სპეციალობა იქაც კი შეუძლებელია რომ ყველა კითხვაზე პასუხი გქონდეს ადამიანს. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი ადამიანმა თუ რაღაცა არ იცის. მცდარად თქმას მხოლოდ იმის გამო რომ სიცხვილი არ არის რომ ვერ უთხრაო, მხოლოდ მაგის გამო არ უნდა უთხრათ რაღაცა მცდარი, უნდა უთხრა გულწრფელად მე ეს არ ვიცი. მოვიძიებ, ვიკითხავ, აი ჩვენთან რომ მოსულან ადამიანები რაღაც უკითხავთ მაგალითად სხვა საკითხის შესახებ და მე არაერთხელ მithქვამს რომ მე კი ასე და ასე ვფიქრობ რომ შეიძლება ეგ ასე არის ეგ საკითხი მაგრამ იმისათვის რომ რაღაც არ დავაშავოთ მოდი გამოცდილ სასულიერო პირს ვკითხავ და მე გეტყვი მაგის პასუხს ახლა რა არის განა ისეთი საჩქარი რომ ცეცხლი ხო არ უკიდია ადამიანს რომ აინტერესებს მე პირდები რომ მე ვიკითხავ მაგაზე პასუხი რა არის და მე ვილაპარაკოთ ასეთებით ყოფილა ესე იგი და მე ვფიქრობ სულაც არ არის ეგ სამართლო ჯობდა მცოდნოდა რა თქმა უნდა მე მევალება კიდეც რომ ვიცოდე მაგრამ იმას რომ არასწორად უთხრა მისჩემნია რომ ასე უთხრა გავიგებ მოვიძიებ მე გაგცემ მაგაზე პასუხს ხო ეგ უფრო გულწრფელია ვიდრე ის ზოგი ჩავარდა ეკლიან ადგილებში ჩავარდა ეკლებმა არ მისცეს შესაძლებლობა რომ გამოეღო ნაყოფი და მათ ხო არის ამ ეკლებში სამ რამეს ამბობს. ერთი არის სიმდიდრის საცდური, მეორე არის ამ ქვეყნიური საზრუნავები და მესამე არის შვება განცხრომის სურვილი, ანუ სიამოვნებით ცხოვრება. დღეს შეიძლება ითქვას რომ ადამიანს სამივე სჭირს ესე იგი, ის ორიც რაც თავიდან თქვით, მაგრამ ეს სამი კიდე განსაკუთრებით ებღაუჭება ადამიანს, რომ ესე იგი, სიმდიდრეში არ იგულისხმება მაინც და მაინც სასახლეები რომ უნდა ჰქონდეს ადამიანს. შეიძლება ცოტა ჰქონდეს, მაგრამ ამ ცოტამ დაიპყროს ადამიანის გული. დღეს რამდენი უზნეობა და უხამსობა ხდება სწორედ აი ამის გამო. რაღაცა მატერიალურის გამო. სულ მცირე პატარა გაუგებრობებიდან დაწყებული ადამიანის მოკლით დამთავრებული. და შუაში კიდე მთელი უბედურება და უზნეობა და გაუტანლობა და ღალატი და ათასგვარი მაქინაციები, ესე იგი, რასაც ადამიანები მიმართავენ ამ მატერიალურის მოსაპოვებლად. და ესე იგი, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობს, რომ იბრძვიანო იმ მიწისათვისო, რომელიც ბოლოს თავად არიანო, თვითვე არიანო. შეიძლება ადამიანმა იბრძოლო რაღაცა მიწის ნაკვეთისთვის და ბოლოს ის მიწა ისევ შენახა. გარდაიცვლები და მიწა თუნდა იქცა. და იბრძვი ადამიანი ყველაფერს აკეთებს. მეორე არის ესე იგი საზრუნავები. საზრუნავი ყველა ადამიანს აქვს თავისთავად ცხადი. მაგრამ როდესაც ჩვენ სულიერის ხარჯზე ვაკეთებთ იმ ხორციელს, ეგ ნიშნავს, რომ ჩვენს გულში ღვთის სიტყვას ხელს ვუშლით, რომ იქ აღმოცენდეს და ნაყოფი გამოიღოს. სადაც აი ამ არჩევანის წინაშე ვდგებით. და არჩევანის წინაშე ძირითადად ვდგებით რის გამო? აი მე ბავშვებს სულ რაღაცა მარტო ბავშვებს კი ბავშვებმა საიდან ისწავლეს თუ ჩვენგან არა. ზოგჯერ ჩვენ ისეთი რამე გვინდა, რაც არ გვჭირდება. რაც არ გვჭირდება. მაგრამ სურვილი გვაქვს, რომ ეს გქონდეს. რაც გვჭირდება, იმას ნაკლები ძალისხმევა ჭირდება. რაც გვჭირდება, იმას ნაკლები დრო ჭირდება, ნაკლები მატერიალური თუ სულიერი სახსარი ჭირდება. და თუ ადამიანი მხოლოდ საჭიროების გამო იშრომებს, ის ნაკლებ დროს დაკარგავს ხორციელისთვის და სულიერისთვის მეტი დრო დარჩება. და რაც საჭიროების იქით არის და სურვილის დაკმაყოფილებას უკავშირდება უფრო ნების დაკმაყოფილებას, გულის თქმის დაკმაყოფილებას, აი ეს დრო და ეს ენერგია თუ სულიერი თუ ხორციელი სახსარი, ეს უკვე სულიერს ეკუთვნის. და ჩვენ იმ სულიერს ვაკლებთ და იმასაც ხორციელისათვის ვიყენებთ. ამიტომაც აი
ადამიანმა სადღაც უნდა ზღვარი დაუდოს მაგ ყველაფერს. რომ თქვას, რომ აი საკმარისია და მადლობა უთხრას ღმერთს ამისთვის და დანარჩენი დრო გამოიყენოს სულიერისთვის. შემდეგ არის შევა განსხვავებული ცხოვრება, ანუ სიამოვნებაზე ფიქრი, რითი გაერთოს, რითი დაისვენოს, რითი თავი შეიქციოს. მაგრამ ადამიანს აქვს ვალდებულებები აქვს ადამიანს და უნდა იფიქროს, რომ რა მევალება მე, სანამ იმ რაღაცა შევაზე და დასვენებაზე ვიფიქრებ, მე ჩემი მოვალეობა შევასრულე თუ არა პირნათლად. აი მაგალითად სადმე ვარ დაქირავებული, რაღაცას ვაკეთებ თავშად. და მე იმაზე კი არ უნდა ვიფიქრო, რომ როგორ გავძრე ესე იგი აქედან, იოლად გავაკეთო. რომ ესე იგი მე უფრო ნაკლებად დავიღალო, ნაკლები დრო დამჭირდეს და ბევრი შემოსავალი მქონდეს. ასე კი არ უნდა გააკეთოს ადამიანმა. ესეთ ადამიანს ყოველთვის თავზე დგომა ჭირდება. ესეთი ადამიანი არ არის მორწმუნე. იმიტომ რომ მორწმუნე ის არის, ვინც ყოველთვის საქმეს აკეთებს ღვთის გულისათვის და არა ადამიანის გულისათვის. აკეთებს გულით, როგორც მოციქული პავლე ამბობს. რადგან მან იცის, რომ ღმერთი მას ყველგან ხედავს. და სულაც ესეც რომ არ იცოდეს, რომ ღმერთი ხედავს. პატიოსნებაც ის არის, რომ არ გიყურებენ და მაშინ აკეთებ იმას, რაც საჭიროა რომ გააკეთო. აი ეს არის პატიოსნება. ხოდა თუ იცი რომ გიყურებენ და მაშინ აკეთებ, ეგ სულაც არ არის პატიოსნება. აი მაგ განზრახვით რო აკეთებ, ახან გიყურებენ. ხოდა ყველაფერს თუ ადამიანი ისე გააკეთებს, როგორც საჭიროა და არა როგორც ისე, როგორც გულის თქმა ეუბნება, მაშინ ადამიანს შეიძლება ცოტა ნაკლები ჰქონდეს მეტი შრომის ხარჯზე. მაგრამ აი ეს ნაკლები იქნება დამშვიდებული სინდისით და იქნება უფრო გემრიელი, ვიდრე ის ბევრი და მიფუჩეჩებული. Ამიტომაც ამბობს წმინდა პაისი ათონელი, რომ ჩვენო თუ გემრიელის ნაცვლად უგემურს ავირჩევთ ქრისტესთვის, მაშინ ამ უგემურის მეშვეობით დავტკბებით ქრისტეთია. რაღაცა არის, შეგიძლია აიღო უფრო გემრიელი, უფრო ნოყიერი, მაგრამ ამას ქრისტეს გულისთვის სხვას დაუთმო. შენ უფრო უგემურს აირჩევ, მაგრამ ეს უგემური უფრო დაგატკბობს, იმიტომ რომ აქ ქრისტესადმი რწმენაა და მისი მცნებისაებ ცხოვრება. თუ ჩვენ უფრო ნაკლებად შემოსავლიანს, მაგრამ კეთილსინდისიერს ავირჩევთ ნაცვლად მეტ შემოსავლიანისა, მაგრამ არა წესისაებ ნაკეთებისა, მაშინ აი ეს ცოტა უფრო მეტს მოგცემს საბოლოო ჯამში. პირველ რიგში მოგცემს სულის სიმშვიდეს. და ადამიანს ყველაფერიც რომ მქონდეს და სული აფორიაქებული მქონდეს, რაში ჭირდება? ადამიანები მრავალ საშუალებებს მიმართავენ, რომ აი რაღაცა მოიხვეჭოს ესე იგი. მაგრამ საბოლოო ჯამში მათი სული არის განადგურებული. მათი სული ვერასოდეს იმითი შვებას ვერ იგრძნობს. შვებას იგრძნობს იმითი, რომ ადამიანი მიხვდება, რომ ეს არ უნდა ეკეთებინა. ადამიანი შეინანებს და ჯოჯოხეთი აქვე იწყება ასეთი ადამიანისთვის. მაშინ კი არა, როცა გარდაიცვლება. იქ რა თქმა უნდა, თუ არ შეინანებს, მაგრამ ჯოჯოხეთი აქვე იწყება, ადამიანის სულში აქვე არის უკვე ჯოჯოხეთი, ის ტანჯვა უკვე აქვე არის, არასრულყოფილა თავისთავად ცხადი, მაგრამ იტანჯება და არაფერი არ აბედნიერებს, თუნდაც გარედან ყველა შენატროდეს და ამბობდეს, რომ ნეტა მეც ესე ვიყო, მაგრამ მან იცის, რომ არაფერი სანატრელი მასში არ არის. გარდა ტანჯვისა, შიშისა, გაურკვევლობისა, დაბნეულობისა, შიგნით მეტი არაფერი არ არის. რატომ? იმიტომ რომ ის ეშმაკს ემსახურება თავისი არასწორი ქმედებები და ეშმაკმა რა უნდა მისცეს? ისეთი, რაც თავად არ აქვს. მას არ აქვს სიხარული. მას არ აქვს ბედნიერება, არ აქვს სიმშვიდე. და რაც აქვს ის შფოთი და გაურკვევლობა და შიში და
ტანჯა იმას კი აძლევს თავის მიმდევარს. და უფალი ამბობს, რომ ვინც მე მემსახურებაო, მე გამოვყვესო, სადაც მე ვიქნები, ჩემი მსახურიც იქ იქნებაო. და უფალს რაც აქვს, იმას აძლევს ადამიანს, იმ სიმშვიდეს, იმ სიხარულს. და ამას რომ ამბობდით, რომ ღვთის სიტყვა რომ ადამიანის გულში ითესება და ზოგმა რომელიც დავარდა ოხიერ ნიადაგზე, ზოგმა 100 წილი გამოიღო, ზოგმა 30, ზოგმა 60. აი ეს ნაყოფები რა არის? მოციქული პავლე ამბობს, რომ ნაყოფი სულის არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, მარხვა, მოთმინება, მყუდროება, სახიერება. აი წარმოიდგინეთ, აი ეს არის ნაყოფები. და თუ ადამიანში ეს ნაყოფები არ არის, ნიშნავს, რომ რაღაცამ შეუშალა ხელი. და რამ შეუშალა ხელი, ამას თითოეული ადამიანი თავად უნდა აკვირდებოდეს. ჩემში რატო ვერ გამოიღო ნაყოფი? შეიძლება ადამიანი წლები ეკლესიურად ცხოვრობდეს, მაგრამ ერთი და იგივე ადგილს ტკეპნიდეს, არაფერი არ იცვლებოდეს. აი გარშემოყოფები უყურებდნენ და ეს როგორიც იყო, ისევ ისეთი. შეიძლება ადამიანი ერთ თვეში შეიცვალოს, ერთ წელიწადში შეიცვალოს. ხოდა აი ამას უნდა ვაკვირდებოდეთ, ესე იგი ჩვენ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ღვთის სიტყვის გარეშე ადამიანი ვერაფერს ვერ შეძლებს. წმინდა მამათა ნაწერების გარეშე ადამიანი ვერ შეძლებს. და საბოლოოდ კიდევ სინანულის გარეშე ადამიანი ვერაფერს ვერ შეძლებს. ადამიანი სინანულის გარეშე ღმერთს ვერ შეხვდება. წმინდა ივანე ნათლისმცემელი ამბობდა, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულია სასუფეველიცად. კი, შეიძლება ადამიანი ცდილობდეს ყველა. ეხლა ვამბობ უკვე აი გულმოდგინე ადამიანს. აი გულმხურვალე იყოს მართლაც ყველაფრის აი ზედმიწევნით კეთება უყვარდეს, სინდის იცავდეს, როგორც წმინდა აბა დოროთე ამბობს, ღვთის მიმართ, ადამიანების, ნივთების მიმართ, ასეთი იყოს გულმოდგინე, მაგრამ ხო არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც ცოდვა არ ექნება. ამიტომ აი ამ ცოდვასაც უნდა ნანობდეს ადამიანი და კიდევ უფრო წინ მიიწევდეს ღვთისკენ მიმავალ გზაზე. და აი ამ სიტყვის გამო, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, უამრავი ადამიანები დაშორნენ, იშრომეს და ჩვენამდე მოიტანეს. აი მაგალითად ახლა 13-ში იქნება წმინდა ანდრია პიროწოდებულის ხსენება. მან მოიტანა ჩვენამდე ეს სიტყვა. აი ეს სიტყვა, რომელიც ჩვენს გულებში უნდა დაითესოს. არა მარტო მან, არამედ სხვა მოციქულებმაც, მატათამ, ბართლომემ, თომამ. შემდგომ წმინდა ნინო წარმოგზავნა ყოველ წმინდა ღვთისმშობელმა. შემდეგ ასურელი მამები. ეხლა მარტო სიტყვის მოტანაც კი არ არის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი საქმე იყო ღვთის სიტყვის მოტანა ჩვენამდე თან. მაშინ როგორ ვიყავით, ესე იგი, კერძსახურებაში ჩაძირულები მართლაც. და ან თუნდაც, აი ხო პირველ საუკუნეში იქნა ნაქადაგები ჩვენთან ქრისტიანობა, მერე მეოთხეში ხო მეფე მირიანმა საერთოდ საყოველთაო ნათლობა გამოაცხადა და ყველა მონათლა, მაგრამ მე-6 საუკუნეში, როდესაც ასურელი მამები შემოდიან ჩვენთან, მაშინაც არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ცეცხლთაყვანისმცემლობა, ესე იგი აბიბოს ნეკრესელი ცეცხლს რო ჩაუქრობს, ესე იგი ისინი გაგიჟებულები არიან, ჩვენი ღმერთი მოკალიო. ღმერთი კი არ მოკალიო, ცეცხლი ჩავაქრებო. სადღაცო წყალის ჯობნისო ცეცხლსა, სადღაც ცეცხლი ჯობნის წყალს. ხო. და ეს სტიქიებია, რაც ღმერთმა შექმნა. და რატო ამბობ, რომ არასწორი წარმოდგენები იყო და ამ ადამიანებს ჩვენამდე რომ ღვთის სიტყვა მოეტანათ, ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა გაწეული. და თან ეს სიტყვა რომ შეუბღალავად მოეტანათ. აი 7 მსოფლიო საეკლესიო კრება რატომ ჩატარდა? ამ სიტყვას რომ რაღაცა პატარა, ესე იგი მინარევი შეერეოდა ცუდი, ის ეკლესიას უნდა განეწმინდა, გამოეცალკეებინა და ადამიანებისთვის უნდა ეთქვა, რომ აი ეს არის სწორი და შეურყვნელი სწავლება. და ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი შრომობდა.
და ეს სიტყვა ღვთისმადლით ჩვენამდე მოვიდა. და ეხლა უკვე ჩვენ ვართ იმას პარეზზე, ეს სიტყვა ჩვენში დაითესება თუ არა. ვიღაცას ის დაევალა, რომ ეს სიტყვა არა მარტო მასში დაითესოს, არამედ სხვებსაც გადასცეს. და გარკვეული დოზით ეს ყველას დაევალა. რა, აი ოჯახის მამას, ოჯახის უფროს არ დაევალა, რომ თავის შვილებს გადასცეს ეს სიტყვა. დედას არ დაევალა, რომ თავის შვილებს ასწავლოს. აი მაგალითად, ეხლა რომ იგივე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენება, განა ოჯახში მამამ და დედამ არ უნდა ისაუბრონ ამ თემაზე, შვილებს არ უნდა უთხრან, რომ აი დღეს ასეთი წმინდანის ხსენება, რომელმაც ჩვენამდე ღვთისმსიტყვა მოიტანა. ცოტა ხანში ბარბარობა მოვა, არ უნდა უთხრას შვილებს, ვინ იყო წმინდა ბარბარე, ნიკოლოზობა მოვა თუ ქრისტეშობა მოვა, რატო გიხარია, რა მოხდა, რატო ელოდებოდა კაცობრიობა ღმერთის ადამიანად მოსვლას, რომ ეს ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ქრისტე იმისთვის მოვიდა, რომ ადამიანი გამოეხსნა, საიდან უნდა გამოეხსნა ეს უნდა უთხრას და ასე შემდეგ. აი ამაზე უნდა მამა ელაპარაკებოდეს თავის ოჯახის წევრებს. სიტყვაზე წირვაზე მოვიდნენ, წირვიდან წავიდნენ, ოჯახში რაღაცა პური უნდა შეჭამონ. ხო შეიძლება იქაც, აი მაგალითად რაც მოძღვარმა იქადაგა ამბიონიდან, ესეც კიდე ხელახლა გაიხსენონ, აბა რა თქვა დღეს მოძღვარმა, რაზე ილაპარაკა. ხო და ეს უფრო კიდე მეტად გაამყარებს ღვთის სიტყვას ჩვენში. და მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ესე ვართ, ტაძრიდან გამოვართ, აღარ გვახსოვს, ჯერ საერთოდ თუ მოусმინეთ, მერე საერთოდ შეიძლება აღარც გვახსოვს, რაზე ვილაპარაკეთ, სახლში მისულები იმდენად გადავერთვებით იმ ხორციელ საზრუნავში, რომ ეს სიტყვა საერთოდ იკარგება. ამაზე რა ეშმაკი ავიწყებს და პარავს, თითქოს უფრო მნიშვნელოვნად მერე წარმოგვიჩენს რაღაც ხორციელ საქმეებს. და წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს, რომ ეშმაკს ჩვევიაო, რომ მნიშვნელოვანი უმნიშვნელოდ მოგვაჩვენოს და უმნიშვნელო მნიშვნელოვნად. სადაც ესე იგი ადამს და ევას ის აკრძალული ხილი ისე კეთილად მოაჩვენა, რომ ახლა შეაცდინა. რა გასაკვირია, რომ აქ ადამიანს ის რაღაცა ხორციელი საზრუნავი ისე მოაჩვენოს, რომ სულიერი დაავიწყოს. ამიტომაც თავში ზუსტად ეს იყო ნათქვამი, რომ ვინც უყურადღებოა და დაუდევარი ღვთის სიტყვის მიმართ, აი მას პარავს ეშმაკი ამას. მაგრამ ეხლა ვინც დაუშვათ დილით სახარებას წაიკითხავს და აი მაგალითად სამსახურშია, ტრანსპორტშია თუ რასაც არ უნდა აკეთებდეს, ფიქრობს იმაზე, რომ ნეტა რა წავიკითხე დღეს და ეს რას მეუბნება მე. დღის განმავლობაში თუ გაიხსენებს ის არაერთხელ, რა წაიკითხა, რას ნიშნავდა ეს, მე ამ სახარების მიხედვით ცხოვრობ თუ არა. აი ეს იქნება, რომ ეს სიტყვა უფრო ადვილად გაღვივდება ჩვენს გულში და ნაყოფებს გამოიღებს. მე აქ ინცას უბრალოდ აი აქ რა მოვიცი. მაგაზე მოვიწერო. და ეხლა ჭირდება და უსმენ. მაგრამ მოვიწყდება რა, და ალბათ დღეს ეგეთი დროს არის, სულ ყველაფერი მოვიწყდება. რა არის იცით, შეიძლება გავიწყდება, მაგრამ აი ჩვენი მცდელობაც, აი რომ გადმოიწერე და ხელახლა უსმენ, ეგ უკვე ნიშნავს, რომ სურვილი გაქვს, რომ რაღაცა კიდევ იქ იყო. მაგრამ არის ერთი ესეთი შემთხვევაც მოხდა წმინდა მამათა ცხოვრებიდან, ერთ-ერთი მონასტრის ცხოვრებიდან, რომ ის თავის საქმეს მაინც აკეთებს, თუნდაც აქ მოსმენილი და შემდეგ დავიწყებული, მაგრამ უფრო მეტს გააკეთებს, თუ ის დამახსოვრებული იქნება. ანუ რა იყო მონასტრის ამ ერთი პატარა ამბავი. ბერები იყვნენ წყაროსთან და სალათის ფოთლებს რეცხავდნენ. და ერთი ეკითხება მეორეს, რომ წინამძღვარმა რა იქადაგა წირვის შემდეგო გახსოვსო? და არა, არ მახსოვსო და აბა რა აზრი ქონდაო, რომ მოусმინეო შენში თუ არ დასჭაო ეს სიტყვაო და ესე უბნეო, რომ აი ხო ხედავ ამ სალათის ფოთლებს რო რეცხავთო და ზედო წყალი ხო არ რჩებაო. მაგრამ ის ხო თავის საქმეს აკეთებს, ხო გაასუფთავაო ეს სალათის ფურცლები. კი, ესეც არის, ესეც მადლია რომ ისმე. ის უკვალოდ მაინც არ ჩაივლის. მაგრამ
სხვა არის კიდევ რომ ეს უშუალოდ იმ მომენტში, მაგრამ სხვა არის კიდევ რომ ადამიანში რჩება ეს სიტყვა. ადამიანი ცდილობს ამ სიტყვის მიხედვით იცხოვროს. ესეც თავისებური ეტაპები არის, მაგალითად ადამიანი რაღაცას მოისმენს და ვერ გაიგო. რომ მოისმენს უკვე სიკეთეა, მაგრამ რომ გაიგო ხო უფრო დიდი სიკეთე იქნებოდა. შეიძლება ადამიანმა იმ მომენტში გაიგოს და ეს უკვე მადლია, მაგრამ შემდეგ დაავიწყდეს. და უფრო დიდი მადლია რომ გაიგებს და შემდეგაც ახსოვს. მუზეუმ მოვიდეთ და გვაჭრა მე. ხო და ეგ არის, მაგას სჭირდება წვალება. ერთიანად არ ხდება. დღეს არ გამოგივიდა, ხვალაც ეცადო, ზეგაც ეცადო. ბოლომდე უნდა ეცადო. შეიძლება 10 ჯერ დაგაჭკნოს, მაგრამ მე-11-ით მაინც უნდა ეცადო. თუ ხელებს ჩაიქნა, ყურებს ჩამოყრი ადამიანი, მაშინ არ გამოვა. მაგრამ თუ შეუპოვარი იქნები, თუნდაც დამარცხების, მრავალგზის დამარცხების შემთხვევაში, გახსოვთ აი ერთ კაცს რომ სახედარი ჩაუვარდა ჭაში, ხო გახსოვთ ეგ ამბავი? და ვერა მოჰყავს, ვერაფრის დიდებით ვერა მოიყვანა და ბოლოს თქვა რომ მოდიო, ეს ჭამა მაინც უკვე დამშრალი იყო და ეს სახედარიც უკვე ბებერი იყო და მოდიო, მივაყრიო, მიწასო და დავმარხაო და აყრის და აყრის. სადაც უკვე უნდა დაიმარხოს და ამოხდა ეს სახედარი ჭიდან. თურმე რას აკეთებს? ბელტები რაც ზურგზე ეცემა, გადაიყრის, ფეხი დგება, დგებნის და ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო მაღლდება. განსაცდელი რომ მოდის, თუ ჩვენ ასე დავხვდით, რომ ის განსაცდელი გამოვიყენეთ სწორად, ის დაცემა სწორად გამოვიყენეთ, რომ ამაღლდეთ კიდე თუნდაც 1 მილიმეტრით. ეგ ნიშნავს, რომ ჩვენ სწორად მივდივართ. მაგრამ იქ რომ იმ სახედარს ხელი ჩაექნია, აჰა, პატრონმაც მიმატოვა. ნახე რას აკეთებს. თავი დაეხარა, დაწოვლილიყო, ის მართლაც დაიმარხებოდა. მაგრამ რო არ შეეპოვა და იბრძოლა, ის გადარჩა. თუნდაც იმ პირობებში, სადაც არავინ არ ელოდებოდა იმის გადარჩენას. ზოგჯერ შეიძლება არსაიდან არ ჩანს პასუხი. ეხლა კაცმა რო თქვას, ამ პატრონს უფრო არ უნდა მოფიქრებოდა ეგეთი რამე. მაგრამ იმანაჯობა. შეიძლება ზოგჯერ რაღაცა ისეთი მოგივიდეს თავში, რომ გამოგადგეს ბრძოლის ველზე. მაგრამ მაშინ, როდესაც ესე იგი ეს ადამიანი იქნება შეუპოვარი. არ უნდა მოიწყინოს. რამდენად ხშირად შეიძლება ზიარება, მაგალითად, პარასკევს რაიმე დღესასწაულია და ეზიარეს, შაბათსაც რომ ეზიარო და კვირასაც შეიძლება თუ რაიმე განაწესი არეგულირებს ამას. თითოეული ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრების წესი. შეიძლება რომ ხშირად ეზიარო, მაგრამ ამ ზიარებისთვის შეძლებს დაგვარად მომზადებული უნდა იყოს. თუ ადამიანი ესე იგი აი დაუშვათ პარასკევს ეზიარება და შემდეგ კვირას ეზიარება, ესეც საკმარისი იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც თავში ვთქვი, რომ შეიძლება ადამიანმა მოიწადინოს, რომ მოდი ყოველ დღე ეზიარებოდა, მაგრამ შეიძლება მე ეთერში ერთხელაც აღარ ეზიარებოდეს. ამიტომ ყველაფერს სჭირდება ზომიერება, თანმიმდევრულობა. იმის შესაბამისი ცხოვრების წესი, რომ ადამიანი ესე ხშირადაც ეზიარებოდეს და მოზადებული იყოს ამისთვის. შვილი დადის სასულიერო სკოლაში და ძალიან განიცდის უთანასწორო მოქცევას მასწავლებლების მიმართ. მასწავლებლების მხრიდან, რომლებიც პატრონიანი მშობლების ბავშვებს ანსხვავებენ, ხო, მასწავლებლების მხრიდან ალბათ, სხვა ბავშვებისგან. ხშირად მთხოვს მეც ვიმუშაო სკოლაში და ამდენი გულის ტკივილი აღარ იგრძნოს. ხო, სამწუხაროა,
რომ მეც გამიგონია ბავშვებისგან აქ ჩვენთან რომ მოდიან ბავშვები ვეკითხები ხოლმე იქ რა მოგწონთ სკოლაში რა არ მოგწონთ და ხშირად ამბობენ ბავშვები რომ არ მოსწონთ მასწავლებლების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება რა თქმა უნდა ეს ძალიან გულსატკენია და ძალიან საწყენია და არ უნდა ხდებოდეს მაგრამ ჩვენ ახლა მთასა და ბარს ვერ გავასწორებთ ალბათ ყველა მასწავლებელი ხო არ არის ასე ვიღაცა სხვანაირად არის ეს ადამიანი დაფიქრდება და ყველას ისე მოექცევა როგორც თავის შვილებს მაშინ ის აღარ გაასწავლებს რა არის სწორი სინანული როგორ მივხვდეთ რომ სწორი სინანული გვაქვს და ეს არ გადაიზარდოს გამუდმებულ გლოვასა და თვითგვემაში სწორი სინანული არის ის როდესაც ამ სინანულთან ერთად გვაქვს სიხარულიც ნეტარიყვნენ გლოვარენი გულით რამე თუ იგი ნუგეშინის წემოლ იქმნ რომ სინანულთან ერთად გულში ღვთის ესე იგი მანუგეშებელი სიტყვაც იღვრება რომ ის განუგეშებს რომ ნუგეშინია თუ დღეს წაიქეცე ხვალ წამოდგები მაგალითად ანტონი დიდის ცხოვრებაში არის ასეთი რამე ესე იგი ერთ-ერთი ადამიანი მივიდა რომელმაც რაღაც ცოდვა ჩაიდინა მონასტრიდან გამოუშვეს ამის გამო და უბრალოდ მონასტრიდან წამოვიდა რაღაც ცოდვა ჩაიდინა მერე ბრუნდებოდა აღარ მიიღეს და ანტონი დიდთან მოვიდა და შესჩილა რომ ასე და ასე ვარ და მან ასეთი რამე დააბარა თავის წინამძღვართან რომ აიო გემო ზღვაში კატასტროფა განიცადაო და ამ გემის დამტვრევებმა მოაღწიესო ნაპირამდეო და თქვენ იმასაც არ იღებთო ნუ რა უთხრა ამეთი რომ ასეთი თუ ისეთი ხო მოვიდა ხო დაბრუნდა ხო უნდა რომ შეინანოს და უნდა მიიღო და ადამიანი ესე იგი რომელიც ნანობს თავის ცოდვას ღმერთი მიიღებს და როგორ ელოდებოდა უძღებს შვილს თავისი მამა როგორ სიყვარულით მიიღო როგორ სიხარულით ჩაიკრა გულში როგორ ამბობდა რომ ჩემი შვილი მკვდარი იყო და გაცოცხლდა ეს არის ჩვენს მიმართ ღვთის დამოკიდებულება რა ესე უხარია ასიცხვარი რო ყავდეთო ერთი რომ დაიკარგოსო ხო წავა მოსაძებნად და მოიყვანსო და იმ ერთის გამო იმ დაკარგულის და შემდგომში ნაპოვნის გამო უფრო დიდი სიხარული ექნება ვიდრე იმ 99-ის გამო და აი ასეთი დიდი სიხარული არის ზეცაში ერთი მონანული ადამიანის გამო და ჩვენ რაღაცას ნანობთ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ამის გამო ზეცაში ანგელოზები ხარობენ და უფალი ხარობს იმის გამო თუმცა რა თქმა უნდა ახლა სინანული არ ნიშნავს რომ დილიდან საღამომდან ნაცარში იჯდე და თავზე იყრიდე და აღარაფერს აღარ აკეთებდე იმის გამო რომ აი ესეთი რამე ჩავიდინე უნდა ადგე ჩამოიბერტყო გააგრძელო გზა კიდევ წაიქცევი კიდე იგივე უნდა გააკეთო დავამთავროთ არა რას ისედაც ბევრი ვილაპარაკე